მოვამზადოთ ფრინველის კუჭმაჭის ჩახოხბილი. ოღონდ მე მხოლოდ კუჭები მაქვს. ქათმის გულღვიძლი დაჭერით სასურველ ზომაზე. ბასრიდანებით მუშაობა ერთი სიამოვნებაა. მთავარი სიამოვნება კი წინ მელოდება. ეს არის ბერლონგის ბიოგრანიტის ჩემი ახალი ტაფაქვაბი, რომელშიც მოვამზადებ ჩახოხბილს და გავტესტოთ როგორი გამოვა. ამ ტაფას მინიმალური ოდენობის ცხიმი ჭირდება. მაგრამ კარაქს მაინც გავუკეთებ უფრო რბილი და ნაზი გემოებისთვის. სხვათა შორის 28 თებერვლიდან ბერლონგზე დომინოში აქციები იწყება. კუჭები დადგით ცეცხლზე და ამასობაში დაჭერით ხახვი. სანამ ხორცი ბოლომდე დაიშრობს წვენს, დაუმოდეთ ხახვი, ერთი კარგად ამოურიეთ და გააგრძელებინეთ ცეცხლზე თუხთუხი. შემდეგ დაჭერით მწვანილები: ქინძი, ოხრახუში და მწვანე ხახვი. რეჰანი ვერსად ვიშოვე და მწვანე ხახვი ჩემი ინტერპრეტაციით დავამატე. დანებთან ისე შევთამაშდი, მიხარია თითები რომ არ გადავიჭერი. ხახვი რომ მოითუშება, დაუმოდეთ პომიდორი, შეგიძლიათ ტომატ-პასტაც. დააჭრილდეთ ნიორი, მოაყარეთ მარილი, სვანური მარილი, შავი პილპილი, აჯიკა და მშრალი ბაზილიკი რეჰანის ნაცვლად. ამოურიეთ და აყენეთ ცეცხლზე კიდევ 10 წუთი. ბოლო ნაწილია მწვანილები და შეგვიძლია ვისადილოთ. გემრიელად მიირთვით. მე მგონი ტაფამ გამოწდა ჩააბარა, მაგრამ კიდევ დავაკვირდეთ.